გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა შევაფასო 4 ოქტომბრის მოვლენების შეფასებები, იმიტომ რომ ისედაც ყველა აფასებს თავად ამ მოვლენებს, ამ ყველაფერში ჩართული ადამიანები აფასებენ, ოპოზიცია აფასებს, ის ხალხი, ვინც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ვინც ემიჯნებოდნენ ამ ყველაფერს, ისინიც აფასებენ, აფასებს ასევე ხელისუფლება, მათი პროპაგანდისტული არხები და მოკლედ ეს შეფასებების ზედახურაში რო არ ჩავერთო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენ არა ვართ ვიღაც თითლი ბაზები. დღევანდელი შეფასებაში გვეყოლება ძალიან ფასეული ადამიანების შეფასება. ეს იქნება გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი და მეორე იქნება იუთუბერი უცხობი. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ეს არის უცხო, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უცხობი. ჩემ ბავშვობაში ვიღაცეებს ეძახოდნენ ხოლმე შვიდთვიანებს ან ნიდაძელანებს და ამ შემთხვევაში ეს უფრო თანამედროვე ვარიანტი ამ ადამიანის და აი ამ ფორმის ტიპების არის უცხობი, ანუ ადამიანი რომელიც დროზე ადრე გამოიღეს ხუმელიდან, მაშინ სადამე ფულაუთი და მოკლედ ვისაუბრებ უცხობზეც, რომელიც კარგად არ არის გამომცხვარი, მაგრამ მე კარგად დავაროუსტებ. ანუ მარტივად რო გითხრათ, დღეს ჩვენს ვიდეოში წარმოდგენილი იქნებიან უმაღლესი ადამიანები და არა ვიღაც თითლი ბაზები. და პირველი აუცილებლად უნდა ვისაუბრო უცნობზე, ადამიანზე, რომელსაც დაავერტყოს ღმერთმა ამასაკში ინტელექტის მოზღვავება. საოცარი ინტელექტის მოზღვავება. აუცილებლად განვიხილავთ მის შეფასებებს, რომლებიც მან გააკეთა იმედი ლაივის ეთერში. ეს დაახლოებით 20 წუთიანი რაღაცა უაზრო მონოლოგი იყო, რომელიც მოვისმინეთ ამ ყველაფერში, მაგრამ მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რაღაც მომენტში ეს ნამდვილად იყო ინტელექტის მოზღვავება. ის მონოლოგი გაიხსნა სრული იუმორის ზეიმით, რომელიც თავისთავად განპირობებული არის იმით, რომ ამ ადამიანს ხშირად აქვს ინტელექტის მოზღვავება. და მან განაცხადა, რომ თურმე ყოლია მეგობარი, ან ძმაკაცი არ ვიცი, ესე მე ესე თქვა, რომ მე მყავსო, ციხის უფროსიო, რომელიც აგროვებს ლიდერებსო. ხო არიან ადამიანები ახლა რა, არიან ესეთი ადამიანები, რომ ზოგი მარკებს აგროვებს, ზოგი მოდელებს აგროვებს, ზოგი რა ვიცი, ნახატებს აგროვებს, ვინაც მოგდი ოქროს აგროვებს, ფულს აგროვებს, მაგრამ ერთი ციხის უფროსი მყავს, რომელიც ლიდერებს აგროვებს რა. ხო და ეხა ბატონ გიას ადრე უბაზრებდნენ, რომ ის არის ძველი ბიჭი და ბაბულიზმის წარმომადგენელი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გვატყუებდით თქვენ და ვისატყუებდით, ვისატყუებდით. თქვენ კაზიოლებო თქვენა რა. აშკარა არის, რომ ბატონი გია არის ადამიანი, რომელიც არის მსახიობი, მომღერალი, კიდობანის მძღოლი, ან მენავე, ციხის უფროსების ძმაკაციც. ეს ეკლექტური ადამიანი არის, რომელსაც უამრავ კიციციცის კიცმაცურიც და ციხის უფროსებსაც იცნობს და იქ რაღაცა თემებშიც არის ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის უმაღლესი ადამიანი, რომელსაც აქვს ინტელექტის მოზღვავება. და არ გეგონოთ, რომ ვიღაც თითლი ბაზები არიან. არა, ეს არის უმაღლესი ადამიანი. ხო, ეხა ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას, რომ ამ კომენტარის გამო ბატონი გია არის მე ვერ დავეთანხმებოდი ამას, იმიტომ რომ ეს პატიმრები, რომლებზეც ის ღადაობს და რომელსაც აგროვებს მისი უცნობი თუ უგასავთ მისი ნაცნობი ციხის უფროსი, რეალურად არიან ოფიციალი ნაცები იყვნენ. ოფიციალი. ანუ ოფიციალი ნაცები იყვნენ. ოფიციალი. ხო და შესაბამისად მოსულა რაღაც მომენტში, ალბათ და მე ვერავის ვერ დაგეთანხმებით იმაზე, ვინც იტყვით, რომ მარტი არის პრახადები არავითარ შემთხვევაში. ვიდრე შემდეგ თემაზე გადავალ და ვიდრე შემდეგ ფრაგმენტს განვიხილავთ ბატონი გიას შეფასებისა, მე როგორც აღვნიშნე შესავალში, ეს ამ ვიდეოში ჩვენ შევაფასებთ უმაღლეს ადამიანს და უმაღლესი ადამიანებისგან და არა ვიღაც თითლი ბაზები. პირველ რიგში თქვენ შეიძლება არ იცით რა არის სიტყვა და რას ნიშნავს თითლი ბაზები. მე უცებ აგიხსნით თითლი ბაზები. მინდა წარმოგიდგინოთ იმისი სამხილები მათი შეფასებებისგან, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არ არიან თითლი ბაზები. და ვნახოთ. გეგმავს ერთი კაცი მარტო რა, რომელმაც შეგისრულად ყველაფერი ხუთიანზე რა. აი რავი, როგორ რა ვთქვა, სხვა არც ვიცი. ბიძინამ იმენა შეგისრულად. ბიძინამ დადო, აი ავგუსტუსის, რავი, აი ერთ-ერთში, აი ოქტავიუს ავგუსტუსის სრული, აი მახრჩობელა გველი, რასაც ქვია, შემოატრიალა მთელი ოპოზიცია მოგახრჩოთ. გაგაბანცად ბოლომდე ძმაო. აი მახრჩობელა გველის მაკიაველისტური ტექნიკა რა არის? აი ეგ ტექნიკა შესრულდა. აი
უბრალოდ მოგახჩოთ. ბიძინამ იმენა გვირგვინი დაიდგა საკუთარ თავზე, რომ არის მეფე საქართველოსი. ეგრეა, ჩვენ ალბათ ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს ადამიანები არიან მართლაც უმაღლესი ადამიანები და არა ვიღაც. თითლი ბაზები. და მე ზოგადად ყველას გირჩევთ, რომ თუ ციხეში არ გინდათ, ტრაკი უნდა დააყენოთ. გონოთ რომ იქ პოლიტ პატიმრები და სინდისის პატიმრები და რაღაცა. ყველამ დააყენოს ერთი ადგილი ძალიან კარგად, ვისაც არ უნდა რომ ციხეში იჯდეს რა. და ციხეში ვისაც არ უნდა რომ იჯდეს, ის არც იჯდება ციხეში რა. ის იმოქმედებს თავისი ქვეყნის და თავისი სამშობლოს ინტერესების შესაბამისად რა. ხო, ეგრეა რა. აი მაგალითად ეხა მე მაგალითად არ მინდა ციხეში ჯდომა და იმიტომაც არ ვზივარ. მეგობრებო ციხეში. მე მინდა რომ ვიყო პოდკასტერი, უცნობთან და უცხობთან ერთად და შესაბამისად სულაც არ ვზივარ ციხეში. ეგერ არც გახარიას უნდოდა ციხეში ჯდომა და ზის გერმანიაში, როგორც მე ვზივარ ეგერ ამერიკა. აი მაგალითად ახლა სინდისის პატიმრები რო გამოდიან ხოლმე იქ და სასამართლოზე რო რაღაცა თავის უდანაშაულობას ამტკიცებენ და ცდილობენ რომ დაგვარწმუნონ რომ ცრუმოწმეები არიან ან გაყალბებული სამხილებია ან ზოგადად ეს პროცესი, ეს ყველაფერი სისტემისგან ბრძოლა, ეს ყველაფერი ეს არის სისულელეა ხალხო. უბრალოდ აქ მთავარი არის მონდომება ადამიანი თუ არ უნდათ ამ ადამიანებს ციხეში ჯდომა, ესენი არ იჯდებიან, რომ აიყვანეს ეგ ადვოკატები და რო ცდილობენ რომ დაამტკიცონ რომ მათ სისტემა ავიწროებს და უსამართლოდ ექცევა, ეგრე არ არის. თუ არ უნდათ ციხეში ჯდომა, უნდა ჩაიფიქრონ უბრალოდ. აი ეს გააყარონ ის თავისი ადვოკატები და ჩაიფიქრონ რომ არ უნდათ ციხეში ჯდომა და გამოუშვებენ ეგრევე რა. დაუჯეროთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ მას ძალიან ხშირად აქვს ინტელექტის მოზღვავება. რა აქვს მას თუ შეიძლება? ინტელექტის მოზღვავება. ხო, სხვათა შორის ბატონმა გიამ აქ ამ გადაცემაში დააფლაგინა თავისი კიდობანი და გითხრა რომ იქ მეო ერთი კარგი სტუმარი მყავდაო მოწვეულიო, რომელსაცო შეგიძლიათო მოусმინეთო და გადავედი მოусმინე ამ გადაცემას. ხა იქ ძირითადად აფერი წმენაზე და რაღაცაზე ლაპარაკობენ, რომელიც ამ კონტექსტში რელევანტური არ არის, მაგრამ აი იქ იმ გადაცემაში ბატონ გიას ჰქონდა ესეთი ფრაზა უნივერსალურ ჭეშმარიტებაზე. რაღაცნაირად ღერთმა ხო ჩადო ყველაში მაინც სინდისის გზნობა ხო? ეს სინდისის გზნობა ეს არის რაღაც ისეთი ამბავი რომ არ შეიძლება შიგნით არ კარნახობდეს შენი თავი რომ ბავშვის წამება ცუდია რა. ობიექტურად რა. ხო, ანუ აი ეს არის უნივერსალური ჭეშმარიტება, რომ ბავშვების წამება არის ცუდი, მაგრამ აი ის ბავშვები, რომლებიც სისტემამ გაწირა. ეს ეხა წამება არ არის. გაყალბებული ჩვენებებით არიან ადამიანები, რომლებსაც გადამეტებული სიმკაცრით მოეპყრო სასამართლო, გულუებელყეს აბსოლუტურად ყველანაირი სამხილი, ფაბრიკაცია მოახდინეს სამხილების რომლებსაც ვერ უთკიცებენ და რაღაცა წელავენ ამის გამო სხვადასხვა საქმეებს და მოკლედ ეს ყველაფერი ეს არაფერი ეს ხალხი იმიტომ კი არ ზის მეგობრებო ციხეში რომ მათ სისტემა ებრძვის არამედ ეს ხალხი როგორც ბატონმა გიამ გითხრა როდესაც მას ჰქონდა ინტელექტის მოზღვავება უნდა ციხეში ჯდომა აღარ შევახსენოთ ეხა ბატონ გიას არც ნინო დათაშვილის საქმე არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ რასაჭირო არის მას ისედაც აქვს ინტელექტის მოზღვავება ბატონი გია ამ ვიდეოში იცავს თბილისს და თბილისს კიდე დაანებეთ თავი რა ჩვენი ქალაქი გვიყვარს და ვაღმერთებთ და ამ ჩვენ ქალაქს ყველა ჩვენ შეურაცხყოფასაც კი გადავიტანთ რა ჩვენ საკუთარი თავების შეურაცხყოფა თბილისის შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებთ რა და მით უმეტეს იმ რაღაცა ბრილიანტივით ადგილს თბილისში ერთ-ერთ ყველაზე უფრო ბრილიანტივით ადგილს რაცაც ორბელიანის მოედანი ქვია რა მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ძალიან გახარებული ვარ იმიტომ რომ ვიღაც თითლი ბაზები აბრალებენ ბატონ გიას რომ მას რაღაც ვაკური სნობიზმი ჰქონდა და ზოგადად სხვა უბნებს არ აღიარებდა მაგრამ მე როგორც იარმორკელი მინდა აღვნიშნო რომ ძალიან გახარებული ვარ რომ ბატონი გიას ესე იგი შეფასებითმა თვალმა შეაფასა ჩემი უბანი როგორც ბრილიანტი და ის იცავს ამ უბანს და ზოგადად თბილისს აი ვიღაცების შემოსევისგან და აქვე მინდა ჩემს უბნელებს მიუმართო ჩემს იარმორკელებს რომ თქვენ შეიძლება იფიქროთ ბატონ გიაზე რომ ის არის მაგრამ ზოგადად და კაი ბიჭებს აჭერინებსო რომ იმაზე რაღაცა უბრალოდ მე ძმაკაცობაზე როცა ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში ეგრე არ არის. ის როდესაც ლაპარაკობს ვიღაცების დაჭერაზე, ეს ადამიანები ოფიციალი ნაცები იყვნენ. ოფიციალი და შესაბამისად არანაირი პრობლემა არ არის. ზოგადად ჩვენ ვიცოდეთ, რომ ნულოვანი
ტოლერანტურობა რა შუაში არის და ნულოვანი თანაგრძნობა უნდა გქონდეს და ნუ ვიფიქრებთ ძალიან გთხოვთ რომ მარგი არის პრახადები. ჩვენ ალბათ გვახსოვს რომ ამახვან ჰესის ამბები როცა იყო მაშინაც დაიჩივლეს თბილისის კორიფეებმა რომ ეს ჩამოვიდნენ ვიღაცა სოფალელები და გადაკეტეს იქ გზა და ჯერ ისედაც ხო საცობებით არის თურმე გატენილი თბილისი არ ვიცი მე ხა 8 წელი არ ყოფილი ვარ თბილისში მაგრამ ესე მესმის რომ საცობები არისო და ეხლა კიდე ჩამოვიდნენ და თავისი პრობლემები ანუ აი მე რა მაინტერესებს იცი მე კი მესმის რომ საქართველოს გაუმარჯოს და ყანწი და ჯიგარო და აე და რამე დურუმე მაგრამ თბილისს ნუ შევაწუხებთ იმითი, რომ ვიღაცა შეიძლება მოვიდეს და ჰესი ჩაგიდგას სოფელში. იმიტომ რომ მე ვეღარ მივდივართ რა, იქ რა ქვია, საბურთალოდან ვაკეში ან სადმე ეგეთ საპონტაოდ ვეღარ დავდივართ ჯიგრები კი არა და ნუ ვეღარ დადიან. ხო და ძალიან გთხოვთ, ნუ შეგვაწუხებთ. კი არა, ნუ შეაწუხებთ, აქედან მოგმართავთ ვიღაცა სოფალელები თბილისელებს ძალიან გთხოვთ. ყველაზე უფრო გასაკიცხი ალბათ ის ხალხი არის, ვინც ამ ადამიანებს თბილისში წამოსასვლელი გზა ასწავლა რა. იმიტომ რომ თბილისელმა კაცმა არ შეიძლება ის დამართოს თავის ქვეყანას, ესე ნალოლიავებს და ამდენი ხნის ძლივობით აშენებულს, დამშვენებულს იმ ადგილებს, სადაც გვიხარია ბავშვების მიყვანა და რაღაცა მხოლოდ რა ვიცი ესეთი თან გაუაზრებელი მე არ ვიძახი რომ ძალიან ბევრი მეგობარი წყავს, ვაკაციც წყავს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში იქ ცხოვრები ადამიანები, უმაგრესი ხალხი, გემოვნებიანი, მაგრამ არა აი პროვინციული აზროვნებით რა. აი ეს პროვინციული აზროვნების ხალხი რო ჩამოდის აქ, ესმით აი არ ვიცი ხა მეც ამ ყველაფერთან ერთად უნდა შევაფასოთ და გავიგოთ ვინ იყო ის ხალხი ვინც ამათ თბილისის გზა ასწავლა და ვინც აი ესე შეაწუხა ბატონი გია და თბილისის კორიფენი ვინ იყვნენ ეს ხალხი თქვენ რომ ძალიან ბევრი სპეცსამსახური მუშაობდა თუნდაც უკრაინიდან და თუნდაც გარედან რომ აქ რაღაცეები და ანუ თქვენ ხარ აგიდათ თქვათ რომ ვიღაცა უკრაინელების დაფინანსებული სოფალელები უტევდნენ ჩემს იარმორკას, ანუ ეგრე არ გამოვა, ეხლა მაშინ მე აიცით რა, მე არ მაქვს უფლება, რომ ამ შემთხვევაში გახარიასავით ვიჯდე გულზე ხელდაკრეფილი საზღვარგარეთ, სადღაც ოკეანის გაღმა, ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ გავხდები სუპერგმირი, იარმორკელი გიჟვა, გიჟმენა და ჩამოვალ და დავალაგებ მაგ თემას. არ მივცემ არავის იმის საშუალებას, რომ იარმორკას და თბილის შეუტიონ. ეს გამორიცხული ამბავი არის მეგობრებო. ხო და თქვენ ხა შეიძლება იფიქროთ რომ საბა არ გინდა ეს იარმორკელი გიჟუობა და რაღაცა იქ ვიღაცებს თუ დაერევით ციხეში გიკრავენ თავს, მაგრამ ეგ არაფერი არ არის. აკავებენ და იჭერენ მხოლოდ და მხოლოდ სოფალელებს და უკრაინელების მიერ დაფინანსებულ ვიღაცა ჩამოთრეულებს. იმიტომ რომ მაგალითად თქვენ შეგიძლია მივარდეთ აქციაზე, მანქანით შევარდეთ იქა, აგინოთ, მაჩეტეებით და ბეისბოლების ბიტებით გადმოვუხდეთ, დანით მივარდეთ და მერე იქით უჩივლოთ იმ ტიპებს, იარაღი ამოიღოთ შუა ქუჩაში და რო წაგახმევენ ამას და წაგადებენ თავში მაგის მერე ვიღაცეები დაიჭირონ და ასე შემდეგ. არ უნდა ეხა ამ ზედმეტი ფილოსოფია და ზოგადად ფილოსოფიაზეც მინდა გითხრათ რომ არ არის ეს თლად სასარგებლო ამბავი, იმიტომ რომ ნიჩემ დაამთავრა გალიაში, ყეფაყეფით მოკვდა. იმიტომ რომ მასაც უნდოდა გალიაში ჯდომა. გესმით? და აი ამიტომაც ნიჩემ დაამთავრა გალიაში, ყეფაყეფით მოკვდა. მოკლედ აი ეს შესანიშნავი ანალიზი, რომელიც გქონდა ბატონი გიას მხრიდან, მე ვაფასებ ამას 10-დან 10-ით და ის აუცილებლად უნდა შევაქო. სრული ანალიზმი, სპექტრული ანალიზი იყო დღევანდელობის, რაც თქვენ ბრძანეთ. ეგრეა. არა მარტო ბატონი გიას შეფასება, მათ შორის ჩემი შეფასებაც იყო სრული ანალიზმი, სპექტრული ანალიზი იყო დღევანდელობის, რაც თქვენ ბრძანეთ. ეხლა გადავიდეთ უცხობზე, რომელმაც შეაფასა ეს მოვლენები როგორც აბსოლუტ სინემა. აი, ეს იყო აბსოლუტ სინემა. და ვიდრე ამ თემაზე გადავალთ, უცხობს აქვს თავისი Instagram არხი. დავინტერესდი, რა თქმა უნდა, ახალი Instagram account-ი ჰქონდა და თან გავიგე რომ ჟავანაძე ყოფილა გვარად აქედან და ნეტა ვასილ მჟავანაძის რა არის, არ ვიცი.
მის Instagram-ზე შესვლისას თქვენ შეგიძლიათ იხილოთ აი ეს ფოტოები. მე ზოგადად ძალიან მიყვარს Instagram-ის scroll-ვა და როდესაც ჩემს news feed-ში ვაწყდები ხოლმე აი რაღაც genuine no filter ფოტოებს იმ პოლიტიკური შემფასებლებისა, რომლებსაც მე თვითონაც ვაფასებ ხოლმე და რომლებსაც ვაფოლოვებ და თუ თქვენს გიყვართ ესეთი პოლიტიკური სახეების ნახვა თქვენს feed-ში აუცილებლად უნდა დააფოლოვოთ. ბოლო პოსტში ორი ფოტოც უდევს, ერთი თავისი მეორე Andrew Tate-ის, რომელიც რაღაც მარტანზე არის და არ ვიცი, შეიძლება ორივე ვარიანტში ალბათ რაღაცნაირად მისი იდეალი არის რა, თან Andrew Tate-ის ვიძეც და ტანზეც უნდა რომ დადგეს და თან რაღაც პონჩი ინტელექტის და მეც სხვათა შორის ვფიქრობდი მაგაზე, აი ეგ მაქვს ის ვარდისფერი ჰანტელი, რომლითაც ხშირად ვარჯიშობ ხოლმე, იმიტომ რომ მეც მინდა რომ რაღაცა ვიძე დავდგე და ეხლა თქვენ კი შეიძლება იფიქროთ რომ ეს ვარდისფერი ჰანტელი რაღაცა გეიზმი არის ან გოგოობა, მაგრამ მე საკუთარ თავში და მასკულინიზმში ძალიან დარწმუნებული ახალგაზრდა ვარ, ულაშებიც მაქვს დაწყებილი და შესაბამისად I can handle the pink. Okay? ხო, ეხლა ვიღაცები შეიძლება პომიდორს არ ჭამთ, მაგრამ მე მაქვს იმისი თავდაჯერებულობა, რომ ვარდისფერი ჰანტელებით ვივარჯიშო ხოლმე. ამ პოსტში თან საინტერესო ის არის, რომ 500 შეარი აქვს ამ ფოტოს და მე ერთი ძალიან საინტერესო არის, რომელი გადააშიარა ამ 500 ადამიანს. აი ვიღაცას ხო ან ეს შეარი ნიშნავს იმას, რომ ან გასთორეს ეს პოსტი, ან ვიღაცას დაუშიარეს და ანუ ნეტა რომელი დაუშიარეს, უცხობი თუ Andrew Tate, მაგარი კაცია შენ ძმობას პიცა ვარ და რაღაცა ვიღაცასთან დააშიარეს, ან რაღაცა გასთორეს, რომ იქ ნახეთ ეს ჰანტელებით ნავარჯიშები, ახალგაზრდები და ჩვენი ინსპირაცია ინტელექტუალური, აბსოლუტ სინემა და რაღაცეები. არ ვიცი, შეიძლება არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს ამ 500 ადამიანის мотиваცია, რომელმაც ეს პოტი გადააშიარა, თუ ვინმე ჩემს მცირე რიცხოვან მაყურებლებში ხართ ის ადამიანი, რომლებმაც აი ეს პოსტი გადააშიარეთ, ან ვიღაცას დაუშიარეთ, ძალიან გთხოვთ დამიკომენტოთ, რომ რა იყო თქვენი мотиваცია, როდესაც აშიარებდით ამ პოსტს. ხო და რაზე მოგახსენებდით აბსოლუტ სინემაზე, როგორც ნიკუშამ მოგვახსენა თუ უცხობმა უпростоრეთ, მე გავაგზავნებ აქთან ვარჯიშს, იმიტომ რომ მე მინდა რომ რაღაცა ვიძე დავდგე მე თვითონაც იმისი რა ქვია. დავიღალე რა უბედურება. ხო და თქვენ არ გეგონოთ მეგობრებო რომ მე ვიღაცას დავუცინი თან გარეგნობაზე ჯერ ერთი დავუწყებ იქიდან რომ მე ზოგადად ეს რაღაც პოლიტკორექტული და ლიბერალური მიდგომები იმასთან დაკავშირებით რომ ყველაფერი ხუმრობა არ შეიძლება. მას შემდეგ რაც ლიბერალიზმი დამარცხდა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში და ურთიერთპატივისცემისკენ მიმავალი რაღაცა ეს ურთიერთობები დავამარცხეთ და free speech-ის აბსოლუტიზმმა გაიმარჯვა მთელს მსოფლიოში და ეხლა ჩეხეთიც შემოგვემატა როგორც ამას გვამცნობენ ხოლმე ქოსისტანის წარმომადგენლები. მეც გადავწყვიტე რომ არანაირი political correctness-ი და მით უმეტეს რაღაცა გარეგნობით correctness-ი აღარ გამოვიჩინე ხოლმე და ვიღაცებს დავაროუსტებ. თან ეხლა roast comedy ზოგადად თავის თავში მოიცავს იმას რომ ვიღაცები შეგიძლია რომ ეხუმრო თუნდაც რაღაცებზე, მაგრამ მე არავის არ დავცინი. ეს არის უბრალოდ იზეთი რა ჯიგრული თემა რაღაცა. იუმორის ზეიმი მაშასადამე, იმიტომ რომ იუმორთან ერთად ხოლმე ზოგადად მე მახასიათებს ინტელექტის მოზღვავება. შესაბამისად აი ეს არის ხოლმე, ხოლო თუ ვიღაცა დამძრახავთ ეხა იმის გამო, რომ რატო ხუმრობ ამ ადამიანის ფოტოებზე ან რაღაცა მსგავსებზე, მაგ ადამიანებს ძალიან მარტივად გიპასუხებთ ესეთ რაღაცას. იცადი რა თქვენი ვაფშე არ მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენ კაზიოლებო თქვენა რა. აიგეთ? თქვენ კაზიოლებო თქვენა რა. ხო, და თქვენ წადით და აკრიტიკეთ ვიღაცა ქითლი ბაზები. ზოგადად მე მაგალითად გეტყვით რომ ეხა იყო დრო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც არც მე ვიყავი მაინც და მაინც ძალიან მაგარი ვიძე, ეხა ეს არის, ეხა დღეს არის რომ ეს დამიწყებია ეს ულვაშები და მისტერ ბიძერ 2025-ის ვიძევ დგავარ, მაგრამ იყო ჩემს ცხოვრებაში ესეთი მომენტებიც, როდესაც მაგალითად მეტროში რო ხალი იყო და პორტრეტებს ხატავდა, იმის მიერ დახატული SpongeBob-ის პერსონაჟსაც ვგავდი რაღაც მომენტში. ამ ფოტოზე მაგალითად Dwight Schrute-საც ვგავარ, რომელიც პრინციპში არც ცუდია, მაგრამ და არის ესეთი რაღაც მომენტები რა, ანუ მე ზოგადად მინდა რომ ინსპირაცია გავხდე მე თვითონაც ვიღაცეებისთვის, რომ აი ვარდისფერი ჰანტელებით ვარჯიშიც შესაძლებელი არის, რომ რაღაცნაირად
მარჯვენაც გაიوارჯიშოთ. აქაიქ. ნუ დამძრახავთ, გავაგზავნოთ ახლა მისის შეფასების შეფასება, რომელიც არის აბსოლუტ სინემა. როდესაც არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც კინოზე ლაპარაკობენ და კინოს იშველიებენ ხოლმე რაღაცა შედარებებისთვის, მაგალითად გოგი გვახარია, იქნება ეს თუ თქვათ მეორე კინემატოგრაფიული კორიფე ბაჩანა ოდიშარია, ჩვენ ხშირად ახლობთ ხოლმე, რომ ესენი რაღაცა კონკრეტულ მაგალითებს გვაძლევენ რა, რომ აი მაგალითად ეს სიტუაცია მე მაგონებს ბენუელის ბურჟუაზიის მოკრძალებულ ხიბლს, ან რაღაცა ეს არის გოდარის ვნება, ან რაღაც ტარანტინოს ბეშენიე პსი და ასე შემდეგ, ხო, ეს არის ხოლმე, მაგრამ აი უცხობს რომელსაც მოუწია რომ რაღაცა კინემატოგრაფიული სიტუაცია შემოეტანა ამ ყველაფერში და ისე აღეწერა მთელი ეს მოვლენები აქვს ესეთი შეფასება. ეს არის ტაობაუდან გამოწერილი კრისტოფერ ნოლანის მიერ გადაღებული რაღაც ბლოკბასტერი, რომელიც ვერ შედგა. ანუ ტაობაოდან გამოწერილი კრისტოფერ ნოლანის რაღაც ბლოკბასტერი, რომელიც ვერ შედგაო. ნუ ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ტაობაოდან გამოწერილი კრისტოფერ ნოლანი კარგი სეტაპი არის და აქ შემდეგ და კარგია, რომ აი რაღაცა კრისტოფერ ნოლანობა რო უნდა ვიღაცას, მაგრამ სინამდვილეში ტაობაოდან არის გამოწერილი. კარგი სეტაპია ეხა, რომ აი აღწერო კინემატოგრაფიული ალუზიით ეს სიტუაცია. მაგრამ მე ამობს ესეთ რაღაცას და ალბათ ის რა არის შავი ენდრიუ ტეიტისეული ჰანტელებით არის ნავარჯიშები და შეიძლება ენერგია მაქედან ცოტა მარჯვენაში არის წასული, იმიტომ რომ ვარჯიშობდა ბიჭი ეხა იმისთვის რომ ვიდზე დამდგარიყო. ხო და შესაბამისად შეიძლება ვერ იმასქნა რა, უცებ ვერ დაამუღამა რომ ბლოკბასტერი ნიშნავს ფილმს, რომელიც იყო წარმატებული, რომელმაც ნახა შემოსავალი და შესაბამისად ვერ შემდგარი ბლოკბასტერი არის ოქსიმორონი. ხო, მაგალითად ისეთივე ოქსიმორონი, როგორიც არის უცხობი და ინტელექტის მოზღვავება. შინაარსობრივ დავაში ნუ შევალთ ამ თემასთან დაკავშირებით. მე უფრო ვიტყოდი რომ აი თქვა ზოგადად როდესაც ხუმრობა გინდა რომ გააკეთო და ვიღაცა დააროუსთო, კარგი არის თუ რაღაცა კონკრეტულ თემას იტყვი ხოლმე, რომ ანუ აი კარგი როგორც აღვნიშნე, კარგი სეტაპი არის ტაობაოდან გამოწერილი კრისტოფერ ნოლანი, მაგრამ აი მე რაღაცა დამიგვირგვინე რა, ფანჩი მომეცი ნორმალური. გაიგე, აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ეგეთი რაღაცა რომ აი მე რო ყოფილიყავი მაგალითად უცხობი და რო გამეკეთებინა მისი აი ესეთ შეფასება ამ მოვლენებისა, ვიტყოდი ესეთ რაღაცას. ეს იყო ტაობაოდან გამოწერილი კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ თქვენი ატომური ჩაფლავება. აი დან აბსოლუტ სინემა. Absolute joke. შეიძლება ეხა რაღაცა ძალიან სასაცილო არის და რაღაცა იგივე რეაქცია უფრო გამოიწვევს, მაგრამ შეკრულია რა. შეკრული არის. და ამ შემთხვევაში ეს არის ტაობაოდან გამოწერილი კოლინ ჯოუსტის მიერ შემდგარი რაღაცა ხუმრობა, რომელიც ვერ შედგა. როგორც უცხო იტოდა. ან თქვა შეიძლება თქვათ მეორე ესეთი ხუმრობა ტაობაოდან გამოწერილი კრისტოფერ ნოლანის ინტერსტელარი, იმიტომ რომ თქვენი მსოფლიო ბანი და ნაციონალები შავმა ხვრელმა ჩაყლაპა. ვიდან. ან ეს იყო ტაობაოდან გამოწერილი კრისტოფერ ნოლანის გადაღებული მემენტო, იმიტომ რომ ყველას უკვე დაავიწყდა თქვენი ჩაფლავებული გეგმები ერთ დღეში დაანონსებული იდიოტური რევოლუციისა. ოკეი? ამიტომ მე გირჩევდი ესეთ რაღაცას, რომ ან იუმორზე იარე, ჩვენთან შეგიძლია იარო, მაგრამ მე არ ვიღებ შენაირ მოსწავლეებს, ან ხანდახან როდესაც აკაჩავებ ხოლმე ენდრიუ ტეიტის განტელებს კი არა და ჰანტელებს, უფრო მეტი იფიქრე რაღაცა ხუმრობებზე, რაღაცა სეტაპი კარგი გაქვს. ტაობაოდან გამოწერილი კრისტოფერ ნოლანი კარგი სეტაპი იყო, მაგრამ პანჩი ვერ იყო რა კარგი რა, იმიტომ რომ ეხლა რაღაც მომენტში შეიძლება თქვენ თქვათ, რომ ეს იმის ბრალია და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმის ბრალი იყო, რომ ამ ადამიანს აქვს უფრო მეტად ინტელექტის მოზღვავება. იუმორის, მაგრამ
ბალანსიც საჭიროა რაღაც მომენტში. მაგრამ ეხლა მე მინდა რომ მოვეშვა ამ შემთხვევაში ამ რაღაცა იუმორისტულ ფილოსოფიას, იმიტომ რომ როგორც იცით ფილოსოფია ეს არის სახიფათო ამბავი და ნიცშემ დაამთავრა გალიაში, ყეფაყეფით მოკვდა. მე არ მინდა რომ იგივე რაღაცა დამემართოს, როგორც უკვე აღვნიშნე, მე არ მინდა არც გალიაში, არც ციხეში, არც არცად, მე მინდა პოდკასტერობა, მე მინდა ვარდისფერი ჰანტელებით ვარჯიში და უფრო საკაიფო ვიძე დადგომა იმისთვის რომ რაღაცა გავეჯიბრო ენდრიუ ტეიტის ვიდუხას და მაშასადამე უცხობს. ამიტომ გადავიდეთ შემდეგ თემაზე და აქ ჩვენ ხედავთ რომ უცხობი გვესაუბრება აუდიო ჩანაწერზე, რომელიც გავრცელდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. როგორი სიტუაცია იცით? მე მაინც რაღაცა ჩემ პატარა აზრს გეტყვით ამ თემასთან დაკავშირებით. იმედზე გაიჩითა ეს პონტი, რომ ეხაო ჩვენო იმეილზე მოგვივიდაო რაღაცაო აუდიო ფაილიო. და გავხსენითო და დაგხვდაო აი ეს აუდიო ჩანაწერი ბაჩო ახალაიასა და პატა ბურჭულაძეს შორის. მე ჯერთი რა მაინტერესებს, იცი, ანუ იმედის ჟურნალისტი რო ხარ და რაღაცა უცხო იმეილიდან რო რაღაცა ამოუცნობი აუდიო ფაილი მოგდის. ანუ რანაირად არ გეშინია რომ იმ აუდიო ფაილს რო ჩართო, იქ ვიღაცა გამზრდელს გაგინებს. ხო და მე იმედან რომელსაც სერიოზულ ტელევიზიობაზე აქვს პრეტენზია და იქ ჟურნალისტები თავის თავს ჟურნალისტებს უწოდებენ და იქ რამდენიმე ჩემი ნაცნობი ძალიან ძველი ახალგაზრდობის ნაცნობი ჟურნალისტები არიან, რომლებზეც აი პირდაპირ გეტყვით რომ გული მწყდება ხოლმე ხანდახან რო ვუყურებ რა სკადრულობს ეს ხალხი პროპაგანდის მანქანაში მუშაობაში, მაგრამ ამაზე თემაზე ნუ ვილაპარაკებთ. აქ გავაგზავნოთ იმაზე, რომ ეს გამოვიდეს, ეგ და გვაუწყა იმედმა, რომ ესო ამისი ავთენტიკურობაო ჩვენო არ დაგვიდგენიაო. ანუ ჯერ გამოძიება, იქ რაღაცა ხო არის, რომ აი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ამას ვერ გავავრცელებთ რაღაცა ბლა, მაგრამ ამას ესე იგი რაღაცა ანონიმური იმეილიდან მიუვიდა რაღაცა აუდიო ფაილი, რომელშიც სამწუხაროდ გამზრდელს არ აგინებდნენ, არამედ იყო რაღაცა დიალოგი ჩაწერილი. ეს დიალოგი მოისმინეს და გადაწყვიტეს, რომ ეს იმდენად მაღალი საინფორმაციო მნიშვნელობის აუდიო ფაილი არის, რომ ავთენტიკურობა რო დადასტურებული არ არის, ეს დაახლოებით 3-ჯერ გაიმეორეს პირდაპირ ეთერში, მაგრამ მაინც მოგვასმინეს და ბიჭო, როგორი თემა არის, აი, რო უსმენ ამ ვიდეოს რა, კი არა და ამ აუდიო ჩანაწერს. როგორი აუდიო ჩანაწერია, იცით, აი, ტაობაოდან გამოწერილ უცხობს რომ დაეწერა რაღაცა spy movies absolute cinema სცენარისთვის დიალოგი ორ პერსონაჟს შორის, ანუ ჯერ ავთენტური და ნამდვილი უცხობი რა არის და ტაობაოდან გამოწერილ უცხობს რო დაეწერა დიალოგი რაღაცა ფილმისთვის, აი დაახლოებით მაგ ხარისხის აუდიო ჩანაწერი არის დიალოგი შინაარსობრივადაც ყველაფერი და ეს ტიპი რა, იმედს კაი თავი დავანებოთ, მაგრამ ეს ტიპი რომელიც რო ამის ვიდეოებს რო უყურო ზის ხოლმე და როდესაც აქვს ხოლმე ინტელექტის მოზღვავება. თან რაღაცა სოფლიო კონსპირაციებს იქ რაღაც ტიპი იჯდა წინა ვიდეოში და იქ რაღაც ამერიკაში მომხდარ მოვლენებს ყველა კუთხიდან აფასებს და და რაღაცა ეხა ჩვენ ექსპერტები და რაღაც მილიმეტრები და ისინი და ეს ყველაფერი და აქ ამ აუდიო ჩანაწერს რომელშიც სამწუხაროდ არ იყო გამზრდელის გინება და გაუგზავნეს იმედის თანამშრომელს რაღაც მეილზე გვთავაზობს როგორც დადასტურებულ ფაქტს, რომ აი ეს აუდიო ის გავრცელდა და ნახეთ რა ხდებოდა ეს რეებს ეკმავდნენ ესენი და თან ბაჩო ახალაიას ვოლდემორტს უწოდებს, აი რატო უნდა უწოდო ვოლდემორტი შეიძლება მიწოდა მე წვერები რომ გავიპარსო და ცხვირი რომ მოვიჭრა, მომენტ შეიძლება დავემსგავსო ვოლდემორტს შეჩემის და ბაჩო ახალაიას რაღაცა სხვა უწოდე რა, არ ვიცი, აი მაგალითად გაპარსული ჰაგრიდი უფრო არის ვიდრე ვოლდემორტი შეჩემა ტაობაოდან გამოწერილი დრაკო მალფოი რაღაცა ეგეთი თქვი შეჩემა ვოლდემორტი დებილი ხარ ორი ფილმი აქვს 300 ხო გაქვთ ნანახი 9-ჯერ თქვა რა ეგ ორი ფილმი აქვს ნანახი ტიპს და რაღაცა ყლეობებს ლაპარაკობს ხოლმე მაგ თემასთან დაკავშირებით. კაი, დავანებოთ ეხა ამას თავი, გავიგეთ ეს კიდეთი ავთენტურობის ზეიმი შემოგთავაზა ამ ადამიანმა სრულიად პასუხისმგებლიანი
შეფასებების დროს. ამის შემდეგ ეხა იქ მთელი ეს ვიდეო არის რაღაცა აი ტაობაოდან გამოწერილ კალკულატორზე რო უცხობის მიერ დაპროგრამებული ChatGPT ჩაწერო და მე აი ამ ChatGPT-ს რომ ასწავლო მხოლოდ და მხოლოდ უცხობის მიერ ჩაწერილი ვიდეოები და მისი წიგნიც ქონია დაწერილი თურმე ამ ჩემისას მისი დაწერილი წიგნი რო აიღო და ისიც რო ასწავლო აი ამ ChatGPT-ს კალკულატორზე ჩაწერილს და იმას რო დააწერინა მონოლოგი აი ეგეთი დონის მონოლოგი არის რომელშიც რაღაცა პოლიტიკურ მოვლენებს განიხილავს რა ეს ტიპი მე რაღაცა ფილოსოფიას გვთავაზობს ძალიან ისეთ ტამბლერზე რო ფილოსოფოსები იყვნენ ხოლმე აი მაგათზე უფრო ნაკლებად ფილოსოფიას გვთავაზობთ მაგრამ ეს ალბათ იმიტომ რომ მას მაინც არ უნდა რომ რაღაცნაირად შეეჭიდოს უფრო სერიოზულ ფილოსოფიას იმიტომ რომ მან იცის რომ ნიცშემ დაამთავრა გალიაში ყეფაყეფით მოკვდა და შესაბამისადერიდება ეხა ამ თემას eriდება მისთვის მთავარი ამ შემთხვევაში არის არა ფილოსოფია არამედ ინტელექტის მოზღვავება მაინც რაღაცა ხაზს ავითარებს რა იქ და იქ გვეუბნება რა ესეთ საოცარ ფრაზას ამბობს ბიჭო აი მოდი რა ესეთ მარტივ რაღაცას გეტყვით რაც უფრო არაგულწრფელი იქნება ცხოვრებაში მით მეტი ტყუილი გამოაშენი პირიდან და ანუ რაც უფრო არაგულწრფელი იქნებიო მით უფრო მეტი ტყუილი ამოვა შენი პირიდან საოლჯიგარო კარდი რო გააკეთო მაგით და ინსტაგრამზე რო დადო შენ ახალ აკაუნტზე რო 500-ის მაგივად 1000-მა ადამიანმა გადააშიაროს და მე მაინც მეწოდინება იმის мотиваცია რომ აი სიბრძნის პონჩი გადააშიარა ვიღაცამ ეს პონტი და ეხა რო 500 შეარია კი იმას იქ არ ვიცი რა ხდება მაგრამ აი კარდად რო დადო ეგ გამონათქვამი უცხობი რაც უფრო მეტ არაგულწრფელობას ილაპარაკებ მით უფრო მეტი ტყუილი ამოვა შენი პირიდან რაღაც თუ წვიმა იქნება თუ იწვიმებს გვალვა არ იქნება ან რაღაცა წყალი თუ დუღს ცხელია და რაღაცა არ ვიცი ხა მე შეიძლება რაღაც მომენტში ვერ ჩავტვდი ამ თემას იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ და მორიგჯერ იყო ინტელექტის მოზღვავება ისიც არ უნდა გამოვირჩოთ ან ჩვენ ზოგადად კრიტიკულად უნდა მივუდგეთ საკუთარ თავთან self check-ი გავაკეთოთ რაღაც მომენტებში რომ რაღაცა ხო არ გვეშლება რაღაცა თემები ხო არ არის აქეთ იქით რომ იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მაგალითად არის შანსი რომ вообще აზე რო არ ახართ გეოპოლიტიკა რა არის პოლიტიკა რა არის პოლიტეკონომია რა არის ანუ გეოპოლიტიკა რა არის პოლიტიკა რა არის და პოლიტეკონომია რა არის ეგეც კი არის ცეჩემა და ამ კაც ელაპარაკებით რაღაცა თემებზე რა კარგით ეხა რა აღარ შეიძლება ესეთი რაღაცები მე გვთავაზობ დემოკრატიის არსზე თავის აზრს რომელზეც პრინციპში არ ვიცი ეხა რანაირად შეიძლება უპასუხო ამ ადამიანს ის გვეუბნება რომ ნუ დემოკრატია არის წყობა სადაც უმრავლესობა აყენებს თავის დღის წესრიგს და ზოგი ამას უწოდებს უმრავლესობის დიქტატურას როგორი თემა არის იცი გასაგები არის ეს ზოგადად ანუ ძალიან ბევრ ადამიანსთან მე მგონი არა მარტო ეხა უცხობს სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ ბევრ ადამიანს მათ შორის დასავლეთშიც ეს რაღაცა ეშლება და იქ არის ხოლმე რომ თქვა ვიღაცები როცა პრეტენზიას გამოთქვავენ თქვა ხელისუფლების მხრიდან რაღაცა საქციელებზე იქნება ეს საქართველოში თუ თუნდაც ამერიკაში იქ ვიღაცები ესეთი ტექსტებით გამოდიან ხოლმე რა კი დემოკრატია ნიშნავს იმას რომ უმრავლესობამ აირჩია რაღაცა დღის წესრიგი და რაღაცა მიმართულება მაგრამ დემოკრატიული პროცესის შედეგად არჩეული ხელისუფლება ან რაღაცა დღის წესრიგი რომ არ გადაიქცეს ავტორიტარიზმად და თავისუფალი საზოგადოება რო არ ჩაიხშოს დემოკრატიული და თავისუფალი პროცესი გულისხმობს ზუსტად იმას რომ ის ხალხი რომელმაც თქვათ არჩევნებში მხარი დაუჭირა სხვა ძალას ან სხვა დღის წესრიგს ისინი თავის უფლებას და თავის ხმას და თავის კონსტიტუციურ უფლებებს კი არ აბარებს ესე იმიტომ ეხლა 4 წელი ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ და ვისხდებით და რაც თქვენ ყოველ 4 წელიწადში მე გადავწყვიტოთ ეხლა ეს გრძელდება ეს უმრავლესობის დიქტატურა თუ არ გრძელდება პირიქით ანუ ზუსტად ეგ არის რომ შემაკავებელი ხელისუფლების გადაჭარბებული ქმედებებისა ან რაღაც ავტორიტარიზმის არის ზუსტად ის რომ ოპოზიციაში ვინც არის ის ვინც დისტრიქს არ ეთანხმება ის ხალხი არის ვინც ხმას იღებს და ეუბნება რომ შენ რაღაცეებზე ნუ გაიჯეჯილებ რა და შესაბამისად
ცდილობს რომ დაარწმუნოს მაგალითად ის ხალხი ვინც ამ ყველაფრის მომხრე არის და ამ ხელისუფლების მომხრე არის რომ ეს ხალხი რაღაცას რო აკეთებს ჩვენი ინტერესების გათვალისწინებული უნდა იყოს იმიტომ რომ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ ესეთი რაღაცეები ძალიან ხშირად ეპარება ხოლმე თვითონ ხელისუფლებებსაც და იმიტომ არის კონსტიტუციით გარანტირებული, იმიტომაც არის ხოლმე ჩადებული კონსტიტუციაში მსგავსი ტიპის უფლებები მოქალაქეების, რომ დიქტატურა კი არ გახდეს რაღაცის. არამედ კი ადამიანები და უმრავლესობა კარნახობს და ირჩევს რაღაცა მიმართულებას ქვეყნისა და წესრიგს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ადამიანები უბრალოდ ესე მორჩილებაში არიან მომდევნო 4 წელიწადი და არაფერს არ აკეთებენ. ეს არ არის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება. მე თუ მორჩილება ხდება და თუ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მომხრეები არიან ის ხალხი, რომლებიც რაღაცეებს წყვეტენ და აკეთებენ ხელისუფლებაში კი არა და ზოგადად ქვეყანაში, მასეთი ქვეყნები გადაიქცევა ხოლმე მე ავტორიტარულ ქვეყნებად და აი ეს უნდა ესმოდეს ამ ადამიანს, მაგრამ ალბათ მას შემდეგ რაც დაამთავრებს ჰანტელებით ვარჯიშს და ამ ენერგიას მომართავს იმისკენ რომ ჰქონდეს რაც შეიძლება ინტელექტის მოზღვავება. შემდეგ შეიძლება რომ ამ ყველაფერზე გაითავისოს. მე იქ ველაპარაკება ასევე რუსეთთან დაკავშირებით თქვენ რომ რაიცითო სისტემის დალადობაო რუსეთს უნდა შეხედოთ, რუსეთში რა ხდებაო, რო ამბობთ ჩილაბინსკი და რაღაცეებიო, რუსეთს შეხედეთო რა ხდებაო იქაო და აი ეგ არის ასევე მთავარი თემა ის რომ მაგალითად აქ ჯერთი ეს წამოყვედრებები რო იციან ხოლმე ხშირად რომ შეხედეთ ხა იქ რა ხდება აი თავში რო წამოგარტყავს და იმას რო გაყვედრის რომ ყბაში არ მოგადო რა და მე თუ ხმას არ ამოიღებ იმაზე რომ თავში წამოგარტყა მე მოვა და ყბაში მოგადებს მე იმაზე თუ არ ამოიღებ ხმას რომ ყბაში მოგადო წიხლებით შეგდგება თუ ამაზე ხმას არ ამოიღებ მე მოვა წიხლებით შეგდგება და იმას წამოგაყვედრის რომ დანა არ გაგიყარა და ასე შემდეგ ანუ ეს პროგრესივი ზოგადად ეს ვიცით რომ სისტემის მხრიდან და შემაკავებლობა ხალხის მხრიდან და დემოკრატიული პროცესი და პროტესტი და ხალხის ხმის ამოღება ზუსტად ამას განაპირობებს რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაცა ტიპის ავტორიტარიზმის და ტირანიის შემაკავებელი უნდა იყოს ხალხი და ის ადამიანები რომლებიც უწყვეტი პროტესტის რეჟიმში არიან 300 დღის განმავლობაში და რომლებიც ემიჯნებიან იმ რაღაცეებს რაც 4 ოქტომბერს მოხდა და ეს ამას თვითონ შეაფასებენ ის ადამიანები მე როგორც აღნიშნე უფრო შეფასებას ვაკეთებ და ამ შემთხვევაში უცხოს მიერ შეფასებულ დემოკრატიულ პროცესებზე ვლაპარაკობ აქ არის მთავარი თემა ის რომ ეს ხალხი რომელიც დგას უწყვეტი პროტესტის რეჟიმში და ითხოვს იმას რომ ხელისუფლება აზრზე მოვიდეს ეს არის ის ხალხი რომელიც შემაკავებელ ძალად მოქმედებს რომ ბოლომდე რუსეთი არ გახდეს თუმცა ამ ხალხზე ერევა ჩვენ ხედავთ რომ მანამდეც იყო რომ Facebook-ის პოსტების გამო ან რაღაცა ჯგუფები რო შექმნეს ვიღაცა ადამიანებმა იმათ შეუვარდნენ სახლებში გაყალბებული მასშტაბი სამხილებით იყო ადამიანების არაპროპორციული გასამართლება და მისჯა რაღაცა დასჯა და სამაგალითო დასჯა სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფოს ვალი და ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ზუსტად ის არის რომ კანონის მიხედვით და პროპორციულად უნდა დაისაჯოს ვიღაცა თუ რაღაცა აქვს დაშავებული მათ შორის ის სიტუაციაში როდესაც ვიღაცაებმა აღიარეს კიდევაც ხო რომ ჩვენ რაღაცა ზიანი მივაყენეთ სახელმწიფო ქონებას და ჩვენ მზად ვართ რომ ეს ვაღიაროთ, გადავიხადოთ ეს და თქვათ რომ კი ბატონო, ნუ აღარ გავაკეთებთ ამას რა და მიუხედავად ამისა ეს ხალხი კი გვეუბნება ჩვენ უცნობი რომ ვისაც არ უნდა ციხეში ყოფნა ის და ვიღაცები შეცდნენ და რაღაცა, მაგრამ ეს ხალხი მაინც გაუშვეს მაქსიმალური სასჯელით ციხეებში. და ვის ინტერესებს ეს მსახურება ეს არის ეს სამაგალითოდ დასჯარი და ამ სამაგალითოდ დასჯამ ვერ იმოქმედა ამ ადამიანებზე პირიქით ეს ბევრი ადამიანი უფრო აანთო იმიტომ რომ დაანახა ეს რომ ხალხის ხმა საჭიროა იმისთვის რომ ხელისუფლების მხრიდან წამოსული რაღაცა ძალადობა სისტემური ძალადობა შეაკავოს რაღაცა ძალამ და ეს მუდმივად აი ეს 300 დღიანი პროტესტი ზუსტად ეგ არის რომ ამ ადამიანებს მადლობას უნდა უხდიდე შეუცხობო შენ რომ ეს ხალხი დგას იქ ქუჩაში და ზუსტადაც არ აძლევს ხელისუფლებას იმის საშუალებას რომ კიდევ და კიდევ უფრო გაიჯვას ხო მოკლედ
ამ ყველაფრის თქმა მინდოდა, ცოტა გამიგრძელდა ლაპარაკი, მაგრამ ორი ადამიანის შეფასებები შევაფასე და ჩემი აზრით ძალიან კარგი ანალიზი გამომივიდა და ამაში ალბათ ბევრი თქვენგანიც დამეთანხმებით. სრული ანალიზმი, სპექტრული ანალიზი იყო დღევანდელობის, რაც თქვენ ბრძანეთ. ხო და დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ მოგეწონათ ჩემი აზრები და ჩემი ვიდეო და გთხოვთ, რომ დაალაიქოთ, დააშიაროთ და დაასაბსქრაიბოთ. დიდი მადლობა.